გონტერიშებს აბაკასო როგორ არ გონტერიშებს ნუ იღებ სურათო თუ არ ვიცი რას გისა დება თუ წირეს დაუტრიეთ ხარებო დაუტრიეთ კი არა მაგრამ ხაგასული მოგაგიშვი თუ მე ვესწავლე წადვი მე ვარ ჩემი გამჩვენე ახლა თუ მეფსოვში დაის ვაყენებ შო მე მე დიახი მამეს მოგე მოიარჩო შეურა წყობას მომაყენებ მე წყნარად მithor და წავალ ნაციონალური მოძრაობის წევრები როგორც კი გაიგეს რომ ემადამ საძე უნდა მოსულიყო ქართული ოცნება ადგეს გამოვიდნენ რომ ჩვენ არ ჩასულიყავით სასაიმათო შტაბი არის იმ ტერიტორიაზე ამიტომ დატოვეს ტერიტორია შტაბის და როგორი სიტუაცია იყო გუშინ იყო ხალხს უნდა და გამასულა და დაიარეს და დამთხილეს ხალხი რომ არ მიხვიდეთ პენსიების მოხსნით ემუქრებიან და 30 ლარიანის დახმარებით, რომლითაც კიდულობენ ხალხს. შტაბი სადა აქვს გახსნილი? სკოლაში. აი ამაზე გქონდა ახლა პრობლემა, რომ ჩვენი ოცნება არ უნდა ჩათვლილიყო ეს მეზოში. ჩვენი აზრი ეგეთი არის, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და უნდა ვიყვნეთ მაგრები, რომ ესენი უნდა წავიდნენ ამ ხელისუფლებიდანაც და საერთოდ მამრე რას მოიტანენ, აი ახლა რომ ეშინია და ვერ მოვიდნენ აი ახლა. მერე სად მიდიან, რა თქმა უნდა ენიცკი ვიც მუშაობს. მათხოვრულ ხელფასებს იღებს. და ვინც არ მუშაობს, ხო იმ მათხოვრულზე რაღაც 20 ლარიან თუ 25 ლარიან დახმარებას იღებს. თავისუფალი, ხრებში გაშლილი, წელგამართული ადამიანი და არა დაბეჭავებული, შეშინებული. ჩვენ არავის არაფერს არ ავხსნით. ქართველებს ქართველობა დაგვანებთ. სრულიად უწყინარ სიტუაციაში, სადღაც ჩაკეტილ კაბინაში, სადაც არავინ არ გიყურებს და ვერც ვერავინ ვერ შეგაშინებს, აი ის გადაწყვეტილება მიიღათ, რომელიც ჩვენი ერისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის საჭირო იქნება. დაშინების 1000-ნაირ მეთოდს იყენებენ, თავისთავად ცხადია. ებძვის ყველაფერს იმას, რასაც ქართული ქვია. ანაგვიანენ და აბიძურენ ქართული ენა და ფაქტობრივად გადაშენების გზაზე მიყავს ეს ქართული ენა. და იმედი არის რომ ეგ თავის ვერას მაიპარავს ხფრო ხალხს მის რეგა მაგის მაგიტომ უჭერ ხარს ო და მაგას გაცხოვრება ესე გავლილი და თვითონ დამსახურება ხალხს შეგეთ ხო ერე დამსახურება და დამსახურებაზე მოდის ყველაფერი განა ხალხეს რო ხედავს თორე ეს რა იქნება და ეს უნდა პატრიოტი კაცი დაყორელი კაცი იცნობს ხელხევი, რაც არის უმუშავნია ხალხი. სპეციალობის ექიმია, მაგრამ პოლიტიკაში მიუძღვის კარგი წვლილი, თუდი კი არა. იმედიანი კაცი, კარგი ოჯახის შვილი, კარგი გვარის შვილი და კარგი კაცი. თავის ჯიბიდან ამოუღია გაჭირვებული როცა შეხვედრია. თავისი ჯიბიდან თავისი ფული და მიუცია წამლებისთვის. აი და ბევრი ეგეთი შემთხვევები ყოფილა მიკითხია კიდევაც რომ ხელფასიდან გრჩება მეთქი რაიმე და აი მნიშვნელობა აქვს რა ჩიდავხარჯო. აი ეგეთი მირიანია. რომ უნდა დაუდგეთ გვერდზე. მირიანი ადრევე როგორც ჩამოვიდა იქიდან დაწყებული ხალხს თავისი აყარა, თავისი კარგი მოქმედებითა, თავისი დახმარებითა, მოხმარებითა და ზილოვითა გაგებითა თავისი საქმის კაი მწოდნითა ოჯახებს უანგაროდ ემსახურებოდა. აი ესეთი კაცი არის და აუცილებლად მაგას უნდა მისცათ ხმა. ვიღაცა პატარა რაღაცას იწოვებს, ერთმანეთში გამოარდებიან